აკავშირებს. Oğlum nereden buldun lan? მეგობარო, სად იპოვე ეს ადგილი? აქ სასტუმროს აშენებას ვაპირებთ. Ödemeyeni direkt gömeriz. მას კი ვინც გადასახდელს დროზე არ გადაიხდის. სამუდამოდ გავუსწორებთ ანგარის. Göster bakalım. მიდი გისმენ, რისი მოყოლა გინდოდა. Geç otur. აქ დაჯექი. Ali hiç oyun... ალი, ხუმრობის ხასიათზე არ ვარ. დროზე თქვი. რა გინდა და წავედით. Kalleş! მოღალატე. გასბოდავ. Otur. დაჯექი. Otur. დაჯექი. Adam mısın? თქვი, კაცი ხარ თუ არა? Kim sana ne ალი, რაც არ უნდა ეთქვა ვინმე სიცოდე რომ ყველაფერი ტყუილია, ესეც ტყუილია? Çünkü შესაფრებული მხედი მხოლოდ ერთ სახელს ჩაქჩურჩულებს ყურში. ეზელ. იმიტომ რომ მხედი მოთმინებით ელის იმას, ვინც ჯოქს ჩამორჩა. მარტოობა მუდამ იქ არის, სადაც ჩასაფრებული მხედია. Canavarla tek başına olmaktır. Kalleş! საზისღარო მოღალატევ. Beni de mi sattın? ახლა გადაწყვიტე მეც გამყიდო არა? Beni de mi gönderecektin öyle? გადაწყვიტე უმერთან გამიშვა არა? Bir kere yet. ერთს რომ მოღალატე არ გეყო. Herkese mi? ყველას გაყიდე არა შემოღალატე. Kalleş! ღირსი ხარ რომ მოკლა და მოკლავ კიდეც. Ali. ალი, Ali. ალი, Ali. ალი. Sen kimi... ვის მხილებას ცდილობ ალი? Ben Cengiz. მე ჯენგიზი ვარ. Ali. შენ ალი. Sen her... შეგიძლია ყველა დახოცო, მაგრამ მე ვერ მომკლავ. ვითომ რატომ? Neymiş lan o? Çünkü ben... იმიტომ რომ მე უკანასკნელი ვარ, ვინც ომერს გახსენებს. Doğru. მართალი ხარ. Haklısın. მართალი ხარ. Elimi gördüm. ჩემს კარტებს მიხვდი. მე არ მოკლავ, Ben seni vuramam. მაგრამ ის მოკლავს. Ama o... ის აუცილებლად მოკლავს. Damat. სიძე.
შენ მარტო არა ხარ ძმისშვილო. გამომართვი ძმაო. გაწვევი. მე-12 სერიის დასასრული. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ. მე-13 სერია გარდაუვალი. Алло, Камил. Алло. Камил შენ ხარ? Алло. Камил. Алло. Камил. Камил. Abi. ძმაო, Abi yetişemedim. ძმაო, ვერ მოვასწარი. ვინ გააკეთა? ალიმ? ალიმ გააკეთა? Oğlum, Şöyle. kavanozdan şeker arak. შენ რომ ქილიდან შაქრის მოპარვას ცდილობდი, იმ დროს მე უკვე ფეხში შველი ვიპარებოდი ეშმაკის სახლში. Ali. ალი, ძმაო, ეს რაღაც გაუგებრობაა, ყველაფერი ტყუილია. Niye atladın o zaman üstüne Cengiz ha? თვალი ამეხილა მეთქი გეუბნები ჯენგიზ, მაგრამ შენ მე არ მისმენ. არ მისმენ. Ali ალი, tutacağım tabii. Ne სხვა რა დამრჩენია თავს დავიცავ. შენ რა არ მიცნობ? Ben seni ვიცნობ თან ძალიან კარგად. Dur. მოიცადე, გაჩერდი. Sen katil გაჩერდი, სერდარ. Sen doğru. შენ ხომ მკვლელი არ ხარ? Katil değilsin. თაღლითი ხარ, მაგრამ მკვლელი არა. მე რა? მეც ავდგები და ჯერ მოგკავ. მე გაგძარცვავ. ყველაფერს აგართმევ ჯენგის. ყველაფერს. ჩემი შვილი უკვე ხელთ მყავს. zaten çantada keklik. Sakın ha. არ გაბედო ჩემ შვილს, ახლოს არ გაეკარო. Dur oğlumdan. Önce პირველ რიგში ოჯახის მამა, ასე არ არის ჯენგის? tercihen de დაჯობია ის ცოცხალი იყოს, ხო მართალია? önce ჯერ ბახარს ავიყვან ჩემთან. onları ეიშანი კი თვითონ გამოხვება მას. თანაც დიდი სიამოვნებით. tüm kazandıklarını ბოლოს და ბოლოს მივიღებ იმას, რასაც ვიმსახურებ. Cengiz. შენ მაინც ხომ მიცნობ ჯენგის? Ali. ალი, Ne diyorsun? რას დამდგარ ხარ, რამე იღონე? არ გესმის ბაჰარის საყვანასაც აპირებს. რაღაც გააკეთე, ვაკეთებ. Ne yapıyorsun Ali? რას აკეთებ, ალი? ჩვენ ასე არ შევთანხმებულ ვართ.
ბიჭებო იარაღი დიდად არ გიხდებათ. ასეთ სიტუაციაში ნორმალური ადამიანი ადგებოდა და წავიდოდა. მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს რით დამთავრდება ეს ყველაფერი. კამილ, ყველაფერი კარგად იქნება. გამაგრდი. ჩვენ აქ ვართ. გამოძრები. აი ნახა. ყველაფერი კარგად იქნება. აქ მოიცადეთ. კამილ ძმაო, მე აქ ვარ. რაც გინდა ის გააკეთე. ხოლო თავი დამიქნია და ყველაფერს მივხვდები. ის არ მოკვდება, ხომ ასია? მე რატომ? კამილი რატომ არ გადაარჩინე? მე რატომ ამომირჩია? არა მომირჩევი ხარ. აქ არაფერი არ გამოვა. ნორმალურ საავადმყოფოში წავიყვანოთ. ძმისშვილო, ნორმალურ საავადმყოფოში ბევრ კითხვას დასვამე. მე უპასუხებ მათ კითხვებს და ისინი გადაარჩენენ კამილს. ვერ უპასუხებ. ვერ ჩენი ფული და ვერ ჩენი თავდადება ამ შემთხვევაში ვერ გიშველის. როგორ უნდა დაგტოვო აქ? შენ გადაგარჩენენ და შენს ოჯახს დაუბრუნდები. ზია მე ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ ასე უმოქმედობაც არ შემიძლია. რაც გარდაუვალია, ვერსად გაექცევი ეზელ, ვერსად. კამილიან გადარჩება, ან აქვე მოკვდება. გესმის ეზელ? ეზელ. რა თქმა უნდა. ალი გადაიბირე. Kaseti görsün diye. მითხრა კასეტა ვნახეო, ამიტომ იყავი მისული მაღაზიაში, ხომ ასეა? მე დავუმალე ის კასეტა, გაინტერესებს რატომ? იმიტომ რომ ეს მტკიცებულებაა და ერთ მშვენიერ დღეს იქ თუ რამეს იპოვიან, შენ დაწვავალის. ეს კასეტა ჯენს გამოართვი არა? რამდენი დრო დაგჭირდა მისთვის ტვინისასარევად? რაღა ახლა გამოჩნდა ეს კასეტა ჯენგის, რატომ მაინც ახლა? როდემდე უნდა ილაპარაკოთ? გეყოფათ რა, მიდით ესროლეთ ერთმანეთს. ასლი გააკეთე რომ თავი დაგეზღვია. მიდი მიეცი პისტოლეტი ალის. იცი ეიშანთან, არც ისე კარგი ურთიერთობა მაქვს. შენ ყველა კოზირი მოაგროვე, გინდა გამოიყენო და ამის შემდეგ შენს ინტერესებში არ არის ჩემი მოგლა. შენ ხომ ჯერ იყენებ ადამიანებს და მერე თავიდან იშორებ. ისევ რაღაც თამაშში გაეხვიე. ასე მარტივად ვერ შეძლებ ახალ საქმეში მთელი ქონების ჩადებას ჯენგის. შენ ადამიანები მხოლოდ იმისთვის გჭირდება რომ მათგან სარგებელი მიიღო. მე მგონი პირიქით შენ თვითონ გაეხვიე რაღაც შარში. კიდევ დიდხანს აპირებ შენს ვარაუდებს ელაპარაკს. რა გინდა პირდაპირ მითხარი სერდარ? ზუსტად იგივე რაც შენ გინდა. ეზელი. ნაძირალა. იდიოტო. პირდაპირ ჩვენ ჩაგვაბარებ მას თუ გინდა რომ ცოცხალი გადარჩე. გესმის? კარგი, მოიცადე. ხომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ. ჩვენ მერე ვილაპარაკებთ. მოიცადე შენ გონია ეზელს რამეს დაუშავებ და მოერევი, ასე ფიქრობ? იმას ვერ მოერევი. ძალებს თუ გავაერთიანებთ მოვერევით. დამიჯერე. მაინც როგორ წარმოგიდგენია ეს? იმ ადამიანს სუსტი ადგილები არ გააჩნია. კარგად მოვძებნით და ვუპოვით ჩემი მეთოდებით. შეიძლება მე დავინახო ის, რაც შენ ვერ დაინახე. არ შეიძლება. ის ჩემი მეგობარია. და პირველია, ვისაც შემიძლია ვენდო. პირველი არა, ჯენგიზ, მეორე. მეორე.
ალი სერდარი გვთავაზობს გეგმას როგორ მოვაშოროთ ჩვენი ცხოვრებიდან ეზელი შენ რას ფიქრობ ალი Geç kaldınız derim. რას ფიქრობ და იმას რომ დააგვიანეთ ფიქრობ რომ არ ვაპირებ უკანასკნელი ლუqma გაგიყოთ ერთი თქვენი დედაც Derim. Yapamam. არ შემიძლია Anlasana. გაიგეძია ვერ გავაკეთებ ამას Bir tane არსებობს ალი რომელმაც ფულის გულისთვის გამყიდა adam კაცი მოკლა და მისი მოკლა მე დამაბრალა söylersem არსებობს ალი რომელიც საკუთარ ოჯახს ამოხოცავს რომ თხოვო ეს კაცი უკვე მკვლელია და ეს ალი იმსახურებს სიკვდილს Ama bir de მაგრამ არსებობს მეორე არის o adam ის ადამიანი ჩემს ძმად იქცა benim canımı sakın მან მხოლოდ სიკვდილს კი არ გადამარჩინა ჩემი პატიოსნება და ღირსებაც გადაარჩინა bir tane Ali კიდევ ერთი ალი არსებობს ben sana მის შესახებ შენთვის არასდროს მომიყოლია beni ალი korkutmaya მერთხელ çalışınca ძაღლისგან დამიცვა იმ ძაღლმა უკბინა საჩინლად უკბინა şimdi koluna baksan ხელზე შეხედე და ნახო öbürü var. არსებობს სხვა ალიც რომელიც მე მახსოვს Ama bunu da hatırlıyorum ben. O yara ezici ჭრილობა შეუხორცდა ნაიარები კი დარჩა ხელზე bir tane Ali არსებობს var. ასეთი ალი მაგრამ არსებობს სხვანაირი არის Ama öbürü de var. ორი პიროვნება ერთში İkisi birden mi? ხო და მითხარი ძია როგორ მოვიქცე Böyle mi oluyor bu iş? ან უნდა გიყვარდეს ან უნდა გძულდეს ძმისშვილო თუ ერთსაც შეეცდები და მეორესაც შუაზე გაიხლიჩები შენ თვითონაც ორად გაიხლიჩები Yapamam. ვერ შევძლებ ამას Yapamam. ვერ გავაკეთებ ძია შენ არც გააკეთებ ძმისშვილო შენ განკარგულებას გასცემ მერე კი წახვალ შენ არ გააკეთებ ამას მე გავაკეთებ მე Ne konuşuyorlar? რაზე ლაპარაკობენ? ჩემზე Beni konuşuyor. ისინი ჩემზე ლაპარაკობენ მე გეტყვისა Evet dayı. დიახ ძია მე გეტყვი როდის Evet dayı. დიახ ძია შენ გამოჰკრავთ იც ჩახმახს მაგრამ ალის მე მოვკლავ Evet dayı. დიახ ძია Dayı. ძია Başlayalım. ვიწყებთ Yavaş ხომ არ გადაიფიქრე Sevdiğim მე მიყვარდა ალი ძია ya son anlayamadım. ოღონდ იცოდე ბოლო წუთს არ გადაიფიქრო თუ შენ ვერ შეძლებ მე გავაკეთებ ამას შენ მაგივრად ძმისშვილო
სტამბული 2009 წელი. ეზელ, შენი აზრით ყველაფერი კარგად ჩაივლის? Tamam. შეგვიძლია კენჭი ვყაროთ. არა, ამით ვერავის მოატყუებ. უკვე 3 წელია წვრთნი იმას, მაგრამ ნებისმიერი, ვინც თვალებში შეხედავს, მიხვდება რაზე ფიქრობს. ეს შიგნიდან არ მოდის უბრალოდ ალბათ, ძალიან მიამიტია. კარგად იცი, რასაც ფიქრობ ამის თაობაზე. რამდენ ხანსაც გინდა, ავარჯიშე, ის მაინც მათიკაცია. Niye? რატომ? ხელების სიცხლში აქვს გასროლი, როგორც არის. ბევრი მინახავს მისნაერი. რამდენიც გინდა ასწავლე, ოღონდ მაინც საკუთარი თავის იმედად იყავი. სისხლი ალის მხრიდან დაიღვრება და არა ჩვენი მხრიდან. İşte ben de tam სწორედ ამის იმედი მაქვს. Tevfik. თეოფიკ, Tevfik hazır თეოფიკ მზად ხარ? Oylamadım. მოიცადე კენჭის ყრა? Biz kazanmadık mı? ჩვენ წავაგეთ? Soracağım şey შეკითხვები გაქვს? Yok abi. არა, ნუ ღელო. არ შეგარცხვენ. Seni mahcup etmeyeceğim. მერწმუნე. Sen შენ çık bir adım öne. ერთი ნაბიჯით წინ გამოდი. Adın ne senin? რა ქვია? Tevfik. თეოფიკი. Tevfik Zahir. თეოფიკ ზაიმი. Gel peşimden. გამომყევი. Sağ olun Ali Bey. დიდი მადლობა ბატონო ალი. არ შეგარცხვენთ. Hüsnü etme Tefo. ერთი გაბედე ტეფო, ერთი გაბედე. Gidiyorum şimdi. გამოვდივარ. Sen merak ნუ etme. ნერვიულობზეა. Ezanları ეზელ, სად მიდიხარ? Sen kendin კამილთან დარჩი. ყველანი თავისებურად ვცდილობთ გარდაუვალის თავიდან აწილებას. ამჯერად იმედით ახსავსე ვართ. ამჯერად ხსნა იქნება. Ezeli abi. ეზელთან ვერ მოვაგვარეთ საქმე. ჰომ, Bir şey daha var abi. კიდევ რაღაც უნდა გითხრა. Sokakta lafı. ქუჩაში ხალხი ლაპარაკობს. Bu Ramiz var ya. რა მისიცნობ? Diyorlar ki geliyormuş. ამბობენ თითქოს ის შენთან მოდის. მოშორდი აქედან. ამჯერად არაფერი არ გამოგრჩება მხედველობიდან. ჩვენ არაფრის გვეშინია, ყველაფერს ვრისკავთ. თუმცა როცა მოვიხედე, გვიან დავინახე ის, რაც წინ გველის ძმისშვილო. ყველამ გვიან დავინახე. Ulan Selim. სელიმ თუ ისევ შენ ხარ პირდაპირ შუბლში დაგახლით ყვიას.
Sen mi? შენ ხარ? Gel gel. შემოდი. Ben de bir şey unutmuşum da burada. რაღაც დამავიწყდა, ამის სასაღებად მოვედი. Gittin mi dükkana? გარაში იყავი? Kimseden var. ვინმესგან რამე ახალი ისმის? Yok Ali abi. არა ძმოვალი. Kim mesela? მაინც ვისგან ელოდები ახალ ამბებს? Mesela Ezel. მაგალითად ეზელისგან. Yok. არა. Mesela რამიზისგან? var mı ondan? არაფერი ისმის მათგან? Yok. არა. Ondan da bir abi. არ გამოჩენილა. Tekin herif değil ეს mi? ბებერი მართლა პრობლემებს გვიქმნის. Bütün kaleleri ყველა ციხესიმაგრე აღებული აქვს. bu herifle dövüşmek იცი რას ვიზამ ის ტიპი რომ მოვიშორო? istiyor musun? Ne yapacaksın? რას იზამ ძმოვალი? Abi? Kimse sana მეუბნები არავინ არ გაკიდისო არა? koçum. Tek başına შენ თვითონ რას აკეთებ? masanın altı. ეს მაგიდის ქვეშ ვიპოვე. Seni de mi? ამისთვის ხომ არ მოხვედი მეგობარო? Ha Tefo. მითხარი დეფო. Onu oraya ben koymam. ეს მე არ მომიტანია აქ. ზურგს უკან რატომ გაქვს ხელი? Lan mantıksız. ეს ხომ ლოგიკური არ არის ძმობილო. Kaç gündür tanıyorum. რამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ? Babamın ძმასავით მყავდი. ჩემს სახლში შემოგიშვი. sana. ყოველ მხრივ გიცავდი. Dönüyorum. Yanlışım var Ali. რაღაც გეშლება ძმოვალი. ხელი წინ გამოსცია მეთქი. Arkamdan ზურგს უკან დამცინოდი და იმ მომენტში ბახართან მიდიოდი არა? gülüyor muydun lan? შენ დამცინოდი, მე კი იდიოტივით მჯეროდა შენი არა? Abi yok. არა ძმაო. Ulan Allah için. თუ ღმერთი გწამს, ახლა ისეთ სასაცილო მდგომარეობაში ვარ. Eğer შენს თუ მიღალატე გამოდის რომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი იდიოტი ვყოფილ ვარ. kekim herhalde lan. Vurayım mı lan? როგორ გონია? Çünkü ben ღირს რომ გესროლო. sen de beni იცი გულის სიღრმეში ვფიქრობდი რომ zannettim ki რაღაცი ჩემნაირი იყავი. ama insan მეგონა რომ გავდი, kendini nasıl unutur? რა ადვილად ივიწყებს ადამიანი ყველაფერს. Benim gibi birine ძალიან ადვილად, არა ტეფო? o yüzden მაგარი არა ჩემნაირი კაცის იმედზე ყოფნა. sen değilsin ამიტომ დამცინი ახლა ჩუმად. benim. დამცინი და ჩუმად ხარ არა? Sen söyle Tefo. შენი ჯერია ტეფო. Sen söyle kardeşim. მითხარი ძმაო. შენ მოკლა თუ თავი მოვიკლა? Kendimi mi vurayım? მითხარი. Ben senin adamım abi. მე შენს მხარეს ვარ ძმაო. Ben artık senin... მარტო შენს მხარეს ვარ. O yüzden... ვისაც გინდა იმას ესროლე, ოღონდ სწრაფად გააკეთა ეგ, იმიტომ რომ რამიზის ხალხი უკვე აქეთ მოდის. Buradadır. ისინი წავიდნენ. ერთად წავიდნენ? როგორ ჩანს კი? რა ვქნათ? უნდა დავედევნოთ ძმისშვილო. კვალ მიხევით. ცუდი ბედი ბრმა სიყვარულივითაა. რაც უფრო სწრაფად ცდილობ მისგან გაქცევას, მით უფრო მონდომებით მოგზდებს უკან. გააჩერე მანქანა. Şehir durumu atacağız. ha? მთელი ცხოვრება ასე ხომ არ ვივლით ამ ქალაქში. Bağlantıları iyi. შენ ხომ კარგი კავშირები გაქვს? Canın istediği... თუ მოინდომებ ნებისმიერ მომენტში იპოვიძიას. Yapsana bir okus bu. რა მეიღონე? Ne yapmak için? რისთვის? Tefo. ტეფო, Can kardeş. ძმაო, ერთი შეხედვით ჯანმრთელი ადამიანის შტაბეჭდილებას ტოვებ, მაგრამ ზოგჯერ ტვინი არ გიმუშავებს. Ne yapmak için? სანამ ის გიპოვის, O bizi bulur. შენ უნდა იპოვო. გასაგებია? Bulurum. ვიპოვე. ძალიან კარგი. სინამდვილეში სიკვდილს ვერსად გაექცევი. kaçınılmaz olan şey. ძია,
თუ არაფერი არ გამოვიდა, იქნებ შევეშვათ ამ საქმეს. რატომ უნდა მივატოვოთ შუა გზაზე? მე ამისთვის უკვე მზად ვარ. არ მესმის რატომ ნერვიულობ. ზია, რაღაც წინააღმდეგობა. მეორე მხარე ჭუმად არის. ჯენგიზმა ყველაფერი იღუნა, ეს საქმე რომ გაეკეთებინა ჩემთან ერთად დღეში, ასჯერ რეკავს, რაღაც ხდება ზია. თუ რამე ისე არ გამოვა, კიდევ მოვიცდით ძმისშვილო, ჩვენ ისევ საქმეში ვართ, ხომ იცი? არა, ეს დუმილი ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ჩვენ გადავწყვიტეთ მხოლოდ ალისთვის გვეთვალთვალა, ამასობაში რაღაც მნიშვნელოვანი დეტალი გამოგვეპარა, რაღაც გამოგჭა. ძმისშვილო, დაწყნა. ნახოთ. თუ ამ გამოცანის ერთი ნაწილი სადღაც გაქრა, სულ მალე თვითონ დაბრუნდება თავის ადგილზე. კარგი, აბა შენიც, კარგად იყავ. გარეთ დამელოდე. Ne yapacaksın? რას აპირებ? პარტნიორს შევამოწმებ. გაცნობის ეტაპი უკვე გავიარეთ, ასე რომ პირდაპირ საქმეზე გადავა. Sen benim yakamdan, დემანები თავი და მე შეგეშვები. ben de seninkinden. Anladık. ჩემგან თავი შორს დაიჭირა, იმიტომ რომ თუ შენამდე მოვედი, ჩემი პასუხი ძალიან უხეში იქნება ზია. Anladık. გასაგებია? Senin მეორე ხალხი ყავს, მაგრამ შეიძლება გონება აპნეულმა მეც და კბინო. გათვლა კარგად შეგიძლია, მაგრამ ესეც გავითვალისწინეთ. კარგად გეგმავთ ამას, მაგრამ კუთხეში თუ მიგიმწყდიეთ, ამას ჩაგიშლი. ama köşeye sıkışırsam გასაგებია? oyunu bozarım dayı. ანგარიში თუ შეიძლება. Ömer misafir. შენ ვერ გამიგეწია. Anlamadım ama bana hala უმერი დაგტრიალებს თავს, მაგრამ თუ ჯერ კიდევ ვერ დაკმაყოფილდი ჩემით, მადას დაგიკარგავ. პირდაპირ ყელში დაგაჭერებ ღვიას ზია. გავიგე ძმაო. რომ იცოდე საერთოდ ჭამის დროს ლაპარაკი არ მიყვარს. მაგრამ ახლა უკვე დანაღლებული ვარ. ამიტომ ცოტას გაგანათლებ თუ გინდა. კარგი? მომისმინე. შეკითხვის არსი ასეთია. შეძლებ კი ამ ადამიანის კუთხეში მიმწყდევას. იქნებ პირიქით მე მიგიმწყდიო კუთხეში. რა სიტყვი? ასეა? yok da. ჯერ არა. ო, შეკითხვის არსი ასეთია. შეძლებ მის მიმწყდევას კუთხეში. თუ შენ თვითონ აეკურები კედელს ზურგით. ანდა რომ შეტრიალდები თავად აღმოჩნდები კუთხეში ძმაო. პრობლემა ისაა, რომ ირგვლივ ყველაფერი დააბინძურე, მაგრამ არ გეყო. მე უკვე ვივახშმე, დავნაყრდი. მაგრამ ფულს შენ გადაიხდი, მეგობარო. რას ბოდავ? გადმოატრიალე. Ozan Tarman, Fırat. ოზან თარმანი, ფიროდერსინი, ერდუაიკი. Benim akrabam ესენი ხომ Selim. ყველანი ჩემი ნათესავები არიან. Emrullah. სელიმ, დადაში, Bunlar da arkadaşlarımdan. სავაშ, სელხანი. ესენი კი ჩემი მეგობრები არიან. ყველა ჩამოვწერე. შემოწმე, ვინმე ხომ არ გამოგჩა. მის სამართებიც მაქვს, უბრალოდ ფურცელზე ადგილი აღარ იყო და ამიტომ არ დავწერე ძმაო. Dayı. ზია, Ne yapıyorsun? რაც აკეთებ? თავი ის არის, რომ თუ გაიქცევი, ყოველთვის გიპოვე. სადაც არ უნდა წახვიდე, იქ ვიქნები შენზე ადრე. თუ არ მოკლავ, მარტო მოკლა მეტისმეტად ადვილია ძმაო. უფრო სწორია, რომ ყოველდღე მოკლა. ძალიან ნელა. ოღონდ თუ არ მოკლავ. მაშინ მაგრამ ეს რას ნიშნავს, რას? ვერ გავიგე, ყველაფერი მე უნდა გითხრა. იფიქრე, როგორია იმის ადგილზე ყოფნა ძმაო.
ზია, რით გადაგიხადო ეს ზია? დადგება დღე ძმისშვილო და როცა ის დადგება ეზელი გეტყვის ესროლეო და შენც ესროლე. სტამბული 2006 წელი. გეტყვის მოკვდიო და მოკვდები. შევთანხმდით? თუ შეიძლება ხელზე გაკოცებ ზია. არა, კარგი. ახლა ეს კონვერტები გამომართვი. ყოველ დღე შეავსებ ხოლმე და გამომიგზავნე. რა უნდა მოგწერო? რა უნდა მომწერო? რას აკეთებდა ეზელი? რაზე ფიქრობ და ყველაფერს დეტალურად მომწერ. ნაწილ წერე ხოლმე, უფრო გარკვევით გამოგივა. ოღონდ ფრთხილად იყავი. მიდი მითხარი. მიდი. ზია, მე ახლა იმ კაცთან წავალ. მასთან მივალ. მოკლედ, რა? ეს რაღაც თვალსაზრისით ღალატი იქნება? თუ კი არასწორად გავიგე, მითხარი ზია. ძმისშვილო, შენ ძალიან ერთგული ხარ. ასე რომ თუ გეტყვი მოღალატე გახდი მეთქი, გახდები. ასეა, გაიგე? კარგად იყავი. წადი. ესე სად იყურები? არსად. სად შეიძლება რამე შევჭამოთ? მე ვიცი ერთი ადგილი. უსაფრთხო ადგილია. ცოტა ვინერვიულა ის რომ გამოვიდა და შენ კი ჯერ არ ჩანდე. იმ სულელმა ბებერმა ანგარიში დაგვიტოვა გადასახდელად. არც ერთი გადაწყვეტილების მიღება არ ხდება მოულოდნელად და სწრაფად. დასასრული სულ თავიდანვე მოყვება, ხელჩაკიდებული. ჩემო ძვირფასო ჯენგო, ეს წუთია ჩავთვლი მე და ოჩახტეფო, რამის როგორც იქნა თავი დავახციეთ. ახლა ეს ტარაკნები თამაშობენ ჩემს ნერვებზე და ეს შენს გამოა. სამაგეროდ აქ ვერავინ მოგვაგნებს. აქ ვერავინ დაგვირეკავს. მაგრამ გულხელდაკრეფილი არ მჯდარ ვარ. სია ჩამოვწერე, მაგრამ ერთ ადგილს გადავახდი. ეს თურქეთია? ეს ვარნაა, ტეფო. ბულგარეთი. მამით ბულგარელი ვარ. ეს ჩემი მეორე სამშობლოა. აბა რა სიტყვი? რას? რა ვიცი შენი ნება ძმაო. ნახე. ერთ-ორი ისეთ ადგილზე დავრეკავ, თვით ძია რამიზმაც რომ არ იცის. იქ ნაცნობი მყავს კაზინოში. ხვალ ფულს გამოვიდან ბანკიდან. ნახოთ, იქნებ ჩვენ თვითონ გავხსნათ კაზინო. კაზინო, ალი და ტეფო. აბა რა სიტყვი ტეფო? რა სიტყვი? ჯერ აქედან უნდა გავახცევთ. გავახცევთ, შვილო, გავახცევთ. შენ არ იცი ის ადგილები, იქავრობა მშვენიერია. ცოტათი ამ ხარესაც გავს. რატომ მოიწყინე? თითქოს სასიკვდილო განაჩენს ელოდები. რა, ასე არ არის ძმაო. თუ ასეა ხვალ სანამ სახრჩობელაზე გაგიყვანენ, ხელს გამოგიწვრი და გადაგარჩენ ტეფო. არ მოგბეზრდა მათი მარიონეტობა. არ გეყო თავის შკუაზე რაც გატარეს და ბოლოს მიგატოვეს. თუ არ გეყო გააღე კარი და სადაც გინდა იქ წადი. წავიდა. ტეფო. ხვალ ან მოგკლავენ, ან ყველასთვის მოულოდნელად გავქრებით აქედან და გავმდიდრდებით. თავისუფალი ადამიანები გავხდებით. კაზინოს გავხსნით. ბოლოს და ბოლოს ორნი დავრჩით, შვილო. მითხარი, სხვა რაზე უნდა იოცნებოს კაცმა, მითხარი.
ძმაო, მაგ შენს ვარნაში რა ენაზე ლაპარაკობენ? ზია გაგაღვიძე. ამაღამ რა დამაძინებს. გინდა რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდე ყველაფერზე. ეზელ. აქ საფიქრალი არაფერია, საკმარისი ერთხელ ბრძანება და ეს არის. რა შეგეხება შენ, შორს იყავი ამ ყველაფრისგან. ახლა ჯენგისთან ვიყავი. ერთი კაცი ვნახე იქ, მაგრამ მისი სახელი არ მახსოვს. იქ რაღაც უცნაური ამბები ხდება. ეგ საკმარისი არ არის. თუ გაარკვევ რა ხდება და რას მალავენ, მაშინ შეძლებ თამაშის წესების შეცვლას. იცი იქ რა ხდება? როდის? აჯობებს თუ არ გეცოდინება ძმისშვილო. ზია თქვი როდის? დილით.